მეჩეთის გახსნის თაობაზე იყო უბრალოდ ძირითადად აი ესეთი აუზაური. ნუ გააკეთებენ იმას, რომ რაც დღეს მოხდა შეიძლება უარესიც კი მომხდარიყო, რომ არ ყოფილიყო იქა პოლიცია. იმის ხალხი თავისას ამბობდა, ჩვენი ხალხი, რაც ჩვენ უმრავლესობა ხალხის აზრი იყო ის, რომ მეჩეთი არ გახსნილიყო. ამის თაობაზე იყო ძირითადად. და ამიტომ არ შემოუშვით სოფელში ისინი? ნამდვილად, ამიტომ არ შემოუშვით სოფელში. და არ შემოუშვებ და არც იქნება ესეთი თუ მათ გონზე არ მოეგებიან, აი შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ნამდვილად არ ვისურვებ და არც გვინდა მოხდეს ის, რომ ხალხმა აი რასაც ქვია ხელჩართული ბრძოლა გამართონ აქა. სახში ამ სარწმუნოების წინამდე არავინ არ არის, სახში შენად ილოცი, რაც გინდა ის გააკეთე და მოემსახურე ყველანაირ ამაზე არავინ არ არის სოფელი, რომ რატო აკეთებ ამას და რატო. როგორც ასეთი ოფიციალურად გამოყოფა და სახილები ეს არ შემოუშვებს სოფელში, როგორც დღეს სოფლამდე ვაფშე საერთოდ არ შემოუშვით და უკან გავუშვით. თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ თქვენი ორგანიზებული იყო საპროტესტო აქცია, რომელთაც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა სოფელში შემოსულიყვნენ და ერთად ელოცათ. ეგ არის მათ ცილისწამება ჩემს მიმართ, იმიტომ რომ არავითარი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არა ვარ, მე ვარ უშუალოდ სოფლის ხელმძღვანელი მთავრობასა და სოფელ მოსახლეობას შორის. იქ დავინახე, რომ ესენი ტრიალებდნენ რამდენიმე პიროვნება მის ლოცვაზე დადის. იმათ მითხრეს, რომ ჩამოდიან, ჩამოსვლას აპირებენო და რამდენიმე ადამიანს ვუთხარი, მე რომ მეთქი შევხვდეთ უბრალოდ დავილაპარაკოთ, მაგრამ მასა და ხალხი ისეთია, ერთი მორეს გადასცემენ და შეიკრიბა მოსახლეობის ჯგუფი. მუსულმანთა სამართლის წარმომადგენლებიც მანდ იყვნენ მოსულები. მე რომ მივედი, ისინი უკვე მანქანაში ისხდნენ სამართლის წარმომადგენლები უკვე მიდიოდნენ ზევი და ცოტა ზევი ჩილოში გააჩერეს. მივედი ტრანსპორტთან, სადაც ისხდნენ ვუთხარი. გუშინ ხო იყო თქვენი წარმომადგენელი მეთქი. სოფლის მოსახლეობისგან ხო მიიღოს პასუხი და რატო აღიზიანათ ამ ხალხს მეთქი და ეს შენი ხალხი არისო და მე ვუთხარი, ჩემი ხალხი არ არის, სოფელი მთლიანად არის ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა. ამათი გასაჭირი ჩვენი გასაჭირი არის. უბრალოდ ვთხოვე, რომ სოფელმა ხო გთხოვა დაანებეთ თავი, დაგვანებეთ თავი, მიბრძანეთ, ჩვენ არ ვაპირებ დათმობაზე წასვლას, არავითარი სამოცილოს გახსნას. მერცხლეთ შევხვდი დღეს მაგათმე. რამდენი ხანია ვთხოვთ, რომ სოფელში არ შემოხვიდეთ, სიტუაცია არ დაიძაბოს, მოსახლეობა ერთი მორის არ დააპირისპიროთ. მაინც და მაინც არ ვიცი რა აქვთ მაგათ გულში, არას ფიქრობენ, არა ინტერესები აქვთ ამ სოფლის მიმართ.